უკვე მე რამდენად და როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციურმა ალიანსმა ერთობის ტესტი ვერც ამჯერად ჩააბარა. ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი პარტნიორები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ერთობლივ ბრძოლაზე საუბრობდნენ, ერთმანეთის წინააღმდეგ საჯარო კამათში ჩაერთნენ. წარსულის შეფასებაზე დაწყებული დაპირისპირება სწრაფად გადაიზარდა მწვავე დაპირისპირებაში. ოპოზიციური ბანაკი კვლავ იმავე წრეზე ტრიალებს. შეთანხმება, რომელიც ერთობის დემონსტრირება უნდა ყოფილიყო, მალევე იქცა ურთიერთბრალდებებისა და პერსონალური შეურაცხყოფების სივრცე. ამ კონფლიქტმა დამატებითი კითხვები გააჩინა თავად ნაციონალურ მოძრაობაში. მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავას გუნდი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს პეტრე ცისკარიშვილს გაემიჯნა და ფაქტობრივად თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიცია გაიზიარა, პარტიის შიგნით ახალი დაძაბულობის კერაც გაჩნდა და თავმჯდომარის პოსტიდან ბოკუჩავას შესაძლო გადაყენებაზეც ალაპარაკდნენ. იზი ბურნაძის რეპორტაჟი. გაზაფხული სიახლესთან ასოცირდება. ქართულმა ოპოზიციამაც სეზონური განახლების შანსი ხელიდან არ გაუშვა. თაროდან ისევ ერთობის საკითხი ჩამოიღო და კარგად ნაცნობი პოლიტიკური სცენარიც მარტის ამინდს ერთ-ერთში დაემთხვა. დიდი ერთობის ილუზიამ 8 დღეს გასტანა და ზუსტად ისე დაიმსხვრა, როგორც აქამდე და თან მრავალჯერ. სანამ ქართული ოპოზიციის სტრატეგია მეცნიერების დაკვირვების ობიექტი გახდება, მისმა მოჯადოებულმა წრემ რამდენიმე ტენდენცია ნათლად აჩვენა. პომპეზური განცხადებებით დაწყებული ერთობა დიდი ლანძღვით სრულდება. შემდეგ დღის წესრიგში პოლიტიკური ამნეზია დგება, რასაც პოლიტიკური დეჟავი მოსდევს და ასე დაუსრულებლად. ციხე შიგნიდან ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა გატეხეს. შიგნიდან თუმცა ისე საჯაროდ, რომ ამ ამბავმა სოციალური ქსელი სრულად მოიცვა. შეთანხმებას არღვევ პეტრე, რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა. მოდი ტოლი ნახე, კოჭი გააგორე რა. ტოლი კი არა ზეხირი, გადამგდები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალთ თბილისში. შეუზრდელო ვირიჩვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ. გაიგე შეხისთავიანო. აუ რა სილამაზეა, ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ, რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს. ადამიანის ბუნებაა ასეთი. აი ზუსტად მაგ თბილისის მეხუთე ადგილზე ჭობით აჩვენებ. რა უიცით ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები. შეუვიცო არარაობა. მაქსიმართლით ხომ დადი შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო, შეეგუე რომ ყველა ნაცია არაა ამ ქვეყანაში. სტატუსებით ომის ქრონოლოგია ასე გამოიყურება. თავისუფლების მოედანი ნაციონალური მოძრაობის წარსულისგან დისტანცირდა, თუმცა ფაქტები სააკაშვილის პარტიასთან მათ კავშირებზე ბევრს ხვება. პეტრე ცისკარიშვილს ეს ეწყინა. პოზიციაც საჯაროდ გამოხატა, რაზეც თავის მხრივ ჩერგოლეიშვილი გაბრაზდა. გაბრაზდა სააკაშვილიც და ნაციონალური მოძრაობაც, თუმცა მათ არა საკუთარი პარტიის წევრი, არამედ 2 კვირის წინ გაფორმებული შეთანხმება დაიცვეს და პარტნიორებზე თავდასხმას გაემიჯნენ. ერთადერთი, ვინც პეტრე ცისკარიშვილი დაიცვა, თუმცა საქციელი არ მოუწონა, მისივე ყოფილი თანაპარტიელი აღმოჩნდა. პეტრეს პოსტიდან ჩანს მისი პირადი პოზიცია, რასაც პარტია გაემიჯნა. შეცდომა მოსულა. აქ შეცდომებზე მეტად როგორც გვარამი აიტყო და ერთმანეთის ლანძღვა მოსულა. არქივი ბევრ მსგავს განცხადებას ინახავს, რომლებსაც აწმყოში ერთი პოლიტიკური მაგიდის ირგვლივ მსხდომები წარსულში ერთმანეთის წინააღმდეგ აკეთებდნენ. სააკაშვილი ყოველთვის ცდილობს, რომ დააზიანოს ყველაფერი ის, სადაც ის ყურადღების ცენტრში არაა. უნებრივია მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს ჩვენთან არაფერი არ ესაქმება. მე პირადად საერთო ვეღარაფერი ასეთ პოლიტიკურ ფიგურასთან, რომელიც ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს ბავშვებს, ვერ მექნება. არ არის სწორი ლანძღვა გინება. მე ამაში რა თქმა უნდა არ შევეჯიბრები არავის, არც პირადად თამარ ჩერგოლეიშვილს, ეს მისი ასე ვთქვათ არეალია და ამ ფსკერზე მე ნამდვილად ვერ დავალ. ახალი ოპოზიციური ალიანსი საერთო პოლიტიკური წარსულით შეიქმნა. სწორედ ამიტომ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 9 ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება. გადაწყვეტილებებს კი ქვეყნის გარედან ნაკარნახევი მითითებებით იღებენ. ამ ადამიანებს თავიანთი ამბიციები აღრჩათ. ვიცით ასევე რომ ერთმანეთს ვერ იტანენ.
მაგალითად წარსულშიც გვახსოვს ასეთი ერთმანეთთან დაპირისპირებები და შემდეგ ერთმანეთთან ჩახუტება. ერთი რამ აერთიანებთ ამ ხალხს, ეს არის უსამშობლობა და ამ ქვეყნის სიძულვილი ერთი მხრივ, მეორე მხრივ საკუთარი პირადი კეთილდღეობის დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა და მესამე მთავარი ამ ყველაფრის მისაღწევად მათ გონიათ რომ თავიანთი პატრონები დაეხმარებიან და მთავარი ამ პატრონების დავალების შესრულება. ცუდი მოსწავლეები არიან, ცუდი ამსრულებლები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაფერს აკეთებენ როგორმე ეს ქვეყანა აატრიალონ. საქართველოში ტრადიციულად ოპოზიციური გაერთიანებების სასიცოცხლო ციკლი ძალიან მოკლეა. ზოგჯერ იმდენად მოკლე, რომ დასასრულისთვის ერთი კვირა საკმარისია. თუმცა ამჯერად სხვა თემაც გააქტიურდა. შესაძლოა თინა ბოკუჩავას თანამდებობა ჩერგოლეიშვილის ცისკარიშვილის ჩხუბს შეეწიროს. ლევან ხაბეიშვილის ადგილმონაცვლე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ალიანსში მიმდინარე პროცესები კი ქართულ ოცნებაში არ უკვირთ, რადგან ფიქრობენ, რომ ერთობის ილუზიის შექმნა იძულებითი ქმედება და არა გაერთიანების რეალური მდგომარეობა. ხდება რეინკარნაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. ასეთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია არ ყოფილა. ასე ჩვენ გვაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს არა რაიმე იდეოლოგიური ან გეგმებთან დაკავშირებული კონფლიქტი, ან ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებული, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი. აი ამაზე მიდის დღეს დავა შიგნით და ხედავთ ჩანს კიდევაც ვის უნდა იქ ყოჩობა და ვის ხედავენ ისინი ცხრებად. პროცესს აკვირდებიან ალიანსს მიღმა დარჩენილი გახარიასა და ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიებიც. მათ ნაციონალურ მოძრაობასთან წითელი ხაზები გავლეს და 9-11-ად არ აქციეს. თუმცა ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ბანკირების პარტიებს მართველი გუნდი წარსულსა და სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობის ფაქტებს ახსენებს. ისინი წამს ბოლო მაკვირვებს განცხადებების ფონზე, რასაც ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, ბუნებრივია, რომ ეს არის სტრატეგიის ნაწილი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გიორგი გახარიას ქმედება, მისი გაქცევა გუნდიდან, მისი ამ გაქცევის არსის დაკავშირება იმ დროს არსებულ მოვლენებთან, ქვეყნის ხელისუფლების ჩამოქცევის მცდელობა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესის რეალიზების პირდაპირ ხელშესახები და ხაზგასმითი გადადგმული ნაბიჯები, რაც გახარიამაში გააკეთა. ჩვენ გვახსოვს ალიანსები საკრებულოებში, როგორ შეხმატკივრებული მოქმედებდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს ეხება გახარიას პარტიას და აქეთ ლელო ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის ბანკირებისგან და მათი ბუღალტრებისგან შემდგარი პარტია, რომელთაც პარტია იმიტომ დაჭირდა თავის დროზე, რომ კანონის კონკრეტულ მოთხოვნებთან მიმართებით ინდულგენციები მოეპოვებინათ პოლიტიკურ ჭრილში და როგორ მოხდა საბოლოო ჯამში ამ ერთიანი სისტემის ნაციონალური მოძრაობის შემადგენელი ამ ორი პარტიის, ასე ვთქვათ, გამოყოფა, გამიჯნა საერთო დედა პარტიიდან იმ მიზნით, რომ საზოგადოება რეალურად მოტყუებული იყო არჩევნების წინ განსაკუთრებით. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანს. ამას 10 დამაჯერებელი გამარჯვება და საზოგადოების არჩევანიც მოწმობს. თუმცა პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო საარჩელი დაკორექტირდეს. ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი, აქედან გამომდინარე ხდება შესაძლებელთა უბრალო გადათამაშება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო საარჩევნში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო საარჩევნში, ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებ და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და 2012 წლის შემდეგაც ან კონკრეტულად ნაცმოძრაობასთან ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული. ნაცნობი პერსონაჟები, განცხადებები და სცენარი ახალ ალიანსში არც იმას გამორიცხავენ, რომ ისევ ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანდნენ, თუმცა ოპოზიცია ჯერ ისევ ერთმანეთის ოპოზიციად არის ქცეული.